ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia საბრიძეთან დაიწყეს ტვიტების ჩამოტან ასე რომ შედი თუ დაინტერესებული ხარ და ჩამოგიტანე სწრაფად ხარისხი. მოგეთ მეგობრებო, კი წამოვედით ორი ჭამეთ რა და. პოლიციის მუზეუმი ვნახეთ. სულ შემთხვევით რო გამოდიოდით. მოგიწოდეთ, სადაც ჩახვალთ ყოველთვის მიდით ადგილობრივ მუზეუმში. იმიტომ რომ საქართველოს მუზეუმში ცენტრალურში, მაგალითად ჯანაშია სახელობის მუზეუმი. ისეთი რაღაცები არ იყოს, რასაც ნახავთ ადგილობრივ მუზეუმებში. შენობარი რაღაცა სუპერ თანამედროვე, ჰა? ნამყოფი ხარ? არა, პოლიციის მუზეუმში არა ვარ ნამყოფი. არის ჰუსეინოვის პერსონალური გამოფენა, დროის კვანძები. აი შეიძლება დროის კვანძებიც არის, ბატონო დავით, ნუ იკვანძები, მიდი? მივიდეთ. ეხლა საქმე ის არის, რომ ოპლებას თუ მოგცემენ, შიგნით გადავიღოთ რა. ბანო ხანდახან კამერაში ჩაიხედე ხოლმე რა ჩანს. რა ვიცი, იქით იყურებოდი და მე მეკონა რომ აკეტილია. აიც ეგრე სხვა შესასვლელი აქვს სამი. ჰა? აბა ვნახოთ. წერია რომ კვირა არისო. სრულფასოვანი სამუშაო დრო. ამოჯობოთ. აი მეგობრებო, მუზეუმში შემოვედით. ადამიანი სადაა? ხო და ძალიან აი როგორ მოველოდი ეგეთ გარემოში მოხვდით რა. არ ვიცი ხა როგორ ეჩას, მაგრამ ვიცი როგორი შეგძნება, გეგონება რაღაცა გამოქვაბულში შემოხვედითო? ო, რაღაცა. გვიან პროტეროზული. ისა, ხედავ? ფოთლები აქვს. ამდვილი ნამარხი სცენარის ფოთოლი. წარმოგიდგენია ცარცული პერიოდი რო ყალიბდებოდა. ამ მუზეუმში არის ხალხო თავმოყრილი. ბავშვები მოიყვანეთ, სკოლებს მოგიწოდებთ. სასწაული ადგილია. აი ეს არის მზია. ხედავს? აჰა, კაინოზური ერა. არ მოველოდი რომ აქ ესეთი ძალიან მაგარი რაღაცა დახვდებოდა, ოღონდ მართლა. ბატონო დავით, მოდი აქ. ყბა არის კიდევ. ეს არის ქვისხანა. 1.800.000 წელი? აჰა. მოკლედ აქ არქეოლოგიური ძალიან ძველით იწყება რა და ეს მზია? აი როგორ ვთქვა რა, წამით არა ვნანობ რომ აქ მოვედით ბატონოვანო. ეს ქვეული არის. რა? ნამგალი. აბა. ხრამის დიდგორაში, აი ხედავ ყმარმა ცხოველის. შიგრაალაგია ხედავ? ეს არის ვულკანური შუშა. ნამგალი მაგითი ხმარობდნენ რომ რაღაცა გაეჭრათ რა. და მოდი ახლა აქეთ შემოვიდეთ. ბაქტერიები რაღაც. ბიჭო ნახე სად მოვედით. მადლო ღმერთო რომ ობსიდიანის იარაღები. ანუ მოდი. ობსიდიანი ვულკანური შუშა, ყველაზე ბასრი რაღაცაა, მყიფია, მაგრამ ბასრია. ეს რა? ბეჭიზვლის იარაღები. ბეჭიზვალი რა არის? ბეჭიზვალი, აი ეს ბეჭიზვალი არის, ამაში ჯოქს უყურდნენ და შეიძლება ნიჩბად ხმარობდნენ რაღაცად. დანისებური იარაღები, აი ეს ხედავ წათლილია, ეთყობა კიდე. აი სასლებია თუ ნაღდები? არა, ნამდვილია. ეს კბილებია? ეს არის სადგისები. ტყავს ამეთი ხვიტავდნენ, აი მწვეტიანი რაღაცით. და მერე შიგ ტყავს ატარებდნენ. ხო, ნემსი იყო რა ფაქტიურად. აი ხერხისებური იარაღი. მახათები. დანომრილია კი ბატონო. ძვლის მახათებიო და ძვლის საკიდებიო. გახვრეტილი იყო, ეკიდებოდა ირმის რქის იარაღები. აი ესენი. რქა? ბატონო დავით, ეხლა ჩვენ ისეთ ადგილზე ვართ, სადაც ძალიან ძველი ისტორია რა. ძველ წელთაღრიცხვზე 6000, 5000, 400 წელია. ეს არის როგორ გითხრა რა. ძალიან ძველია ბატონო დავით. ძველი წელთაღრიცხვი, ხო? ხო, აი როგორ ვთქვა. აი ხალხი ბნელი რო იყო მაშინ. აი იცი რა არის? არა. აბა მე რა? აქ დაყრდნენ მარცვლებს.
და მერი ამითი, ამ ქვით, ამაზე ასრიალებდნენ. სამქვავი იყო, აქედან გამოდიოდა აგროვებდნენ ამარცოლოს და მერე ჭამდნენ ან რაღაცა რაღაცა მზია იყო ეს. ძველებული ის არის, აგეწე ხელსამქვავი აწერია. 6000 5400 წლისაა. ჩვენი წინაპარი იჯდა და აი ამ ქვაზე პრიმიტიული ინსტრუმენტით ხორბალს ფავდა. ესეთი რაღაცა. ნეოლითურ ნამოსა აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის განსაკუთრებით ჯგოს ქმნის სხვადასხვა შემკული ნივთები, რომელიც ერთმანეთს აკავშირებს პრეისტორიული საზოგადოების მატერიალურ. ანუ ბატონო დავით, წარმოიდგინე, ხალხი კი იყო ძალიან ძველი და განუვითარებო როგორ თავის ეპოქისთვის ნახე რა მაგარ რაღაცებს აკეთებდნენ. ეს არის ფიქრო ერთი წამით რომ ეს ქვევრია? რაღაცა ქვევრი არა, შეიძლება ქვევრი არ იყოს, მაგრამ ნახოთ ორნამენტებელი კერამიკის ფრაგმენტებიო. ერთი რაღაც არ იყო, კი ბატონო. ეს მეტალურგიასთან დაკავშირებით ლითონის უძველესი არტეფაქტები, აი შეხედე, უკვე აქეთ ამოვედით, აქეთ. ისე კაი ვქენით, რომ ჩვენ ბოლნისის მუზეუმი ცალკე გადავიღეთ. ეს ცალკე ვიდეო იქნება. ეს გათხრები რომ მიდიოდა კავკასია მეტალურგიის თვალსაჩინო ბოლნისი ჩვენ რა ვთქვით, საიდან მოდის სიტყვა? ბოლიდან. ანუ ბოვიდან. ანუ ეს არის მიწა, რომელიც შეიცავს ქანებს. ხედავ, კრისტალები როა. ანუ მეტალურგია წამოვიდა აქედან და აქ არის ყველაზე ძველი ის ნაპოვნი. კი ბატონო, ეს გათხრები ნახე სამაროვანია, როგორც ეთქობა ადამიანებია. რა მაგარ ადგილზე მოხვდით? აი ხედავ როგორ არის გაკეთებული. ეს ნაღდია, ანუ ეს აქიპო. არა, ნამდვილი არ არის. ნამდვილია, ამხელა იყო მერე ეს ჩონჩხი. ხო. ანუ აქიპოეს ეს? არა, სამარხი კამერა ესე ემბრიონის პოზაში იყო დამარხული და გარშემო ელაგა რაღაც ინვენტარი, რომელიც ადამიანს წინა იქითა ცხოვრებაში უნდა გამოსდგომოდა რა. აჰა, ეს არის ქვის ინსტრუმენტებია ბატონო დავით, ნახე. ადამიანებმა ჯერ არ იციან რკინა რა არის, ნახე ორ ჯოგს შორის ქვა ჩადეს და მაგითი რაღაცა გატეხეს. აი კიდე ქვა. თოკები რაღაცა. ხო, კი ბატონო. აი ნახე ცული. ამას დააგვირდი და ეს შენა მე შენს გამოგადგეს. ქვის ხანის ადამიანები აი ესეთ ინსტრუმენტებს იყენებდნენ. აი ესეთ საფქვავია რაღაცა. აი როგორ იყენებდნენ, აი, ნახე. ხო, კი ბატონო. აი კიდე ჩაღრმავებები რომ ამაში ყიდნენ და ფავდნენ. ქვასანაყია რა ფაქტიურად რა. არა, აი რაღაც ესე არ ტყავდნენ რაღაცა. აი კერამიკის ნატეხები. ესეც საფქვავია, როგორც ეთყობა. რამდენი ქვები. კი ბატონო. ბატონო დავით, მოდი ყველა ქალაქში რა მუზეუმიც იქნება, მივიდეთ და ეს მუზეუმი გადავიღოთ. შეიძლება სიტყვი. გადავიღოთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის ის მეც ვერ წარმოვედგინა რომ ბოლნისში შეიძლება ესეთი ძალიან მაგარი მუზეუმი ყოფილიყო. ეს ოქროა. კი. აი ეს რისპინები ხედავ რანაირია. სასაფეთქრეს სხივი. აი მეებზე საფეთქრეზე იყიდებდნენ როგორც საყურეყოთ იმაზე. თმებზე გარდიგარტმო ადრინდელ ხანში საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე ფართოდ გავრცელებული სამკაულიაო, ანუ საფეთქრებზე იყიდებდნენ. აი ეს უკვე ცულებია, ძველი, ნახე როგორია. ნახეთ რა მინდა განახო, ანუ ახლო მოდი რა. აი ეს აქ რაც არის, ცულები. არის სამარხში ნაპოვნი, წარმოიდგინეთ, ცულებია და თავისი ყალიბები, სადაც მაგას ასხავდნენ. როგორც ეთყობა ეს კაცი, ბატონო დავით, იყო ძალიან მაგარი ხელოსანი. წარმოიდგინე ახლა ვის დანებს აკეთებდა ცივი არახს. რამხელა დაფასება ქონდა მაშინ ესენი ძალიან ძვირი ყიდა ეს ინსტრუმენტები რა, ესე არ იყო. ხო და ერთი კაცი სამარხში, როგორც ეთყობა, მეტალურგი იყო თუ მეთუნე, სუზემოთაც ნახე. აი ზემოთ ქვის რაც არის. ეგ არის ყალიბები. ეხლა რომ შეკრა და ჩამოასხა, ეგეც უკ ჩამოასხა. იმ დროინდელია, წარმოიდგინე და ყველაზე მაგარი რამე ვანო მოდი აქ. აი ეს ნახეთ რა არის ნაპოვნი. ქვემოთ ხო აისრები. და ზემოთ არის ნეკნი და შიგ არის ის არის გარჭობილი. ანუ სამარხში იპოვნეს.
ძვალშია ხო და მაგითი არის მოკლული რა ეს ადამიანი აი ეს პატარა რაღაცა ერთი შევამექნება თუ სადმე მივხვდით მუზეუმში აუცილებლად აიყვანეთ გიდი თორე შეიძლება ისე ჩაუვაროთ გვერდზე ძალიან მაგარ საინტერესო რაღაცას რომ აზე ვერ მოხვიდეთ ამიტომ ნუ დაეყრდნობით იმას რომ არიქა და აი მე თვითონ მივხვდები და რამე კი ხა თუ რაღაცის პროფესორი ხარ შეიძლება მივხვდეთ მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ჯობია რომ გიდი იყოს ძეძვების ნამოსახლის თიხის რამდენიმე კერა აღმოჩნდა ნუ ეს კერამიკული ნაკვეთობა ამოდი ქვის ხანიდან აღმოსავლეთ საქართველოში გვიამბრინჯაოდე ადრინდელ ხანაში ოქროს ითების სამარხის ჩატანი იშვიათი მოვლენა მანეურის მუნიციპალიტეტის ესენი კი ბატონო ჩატა არა ტანდრება მაგრამ ესეთი ეხლა ქვის ხანიდან ჩვენ გადავინაცვლეთ არის რაღაცები დოქები მანდაც მივყავთ ბატონო დავით ეს რამხელა ადგილი ეს უკვე ქრისტიანული ხანაა აი რაღაცები წერია ქვემოქართლის უნიშნელი გეოგრაფიული მხარეა საუკუნეების განმავლობაში ქვემოქართლის ციტა ეს ეგ არის საერთო ინფორმაცია საბჭოთა წაწე ბოლნისის სიონი მე-5 საუკუნე ასლი სახელმწიფო წაწე აი ეს არის ასლი ძველი ქართულად აგე ჯვარიცაა ხო ზემოთ მოტეხილია რა ჩვენ რომ ნახეთ სულ ძველი ჯვარი კი ბატონო აი ბატონო ძველი ქართულად აწერია ყოფილა ძალიან მაგარი მუზეუმი რასაც მე მართლა აი ძველი სასაფლაოები ესეთი ეს საფლავის ხო ესეთი სასირეთშიც მივინახავთ ეგ საკურთხეველია ეკლესიის მე სასაფლაოები აი შეგვიძლია მივიდეთ და ვნახოთ ეხლა ნახე რა ხდება ეს არის საფლავის ხო აი ეს ხო ესეთი ეკლესიის საკურთხეველი გას ესეთი აი კანკელი და სტელა დმანისის ამერა იო მიხნიკაძის წარწერით სედის ეკლესია დმანისის ნაქალაქარის მიმდევრ ტერიტორია მე-13 საუკუნის პირველი ნახევარი ტუფი ბაზალტი აი კიდე ყველაზე საინტერესო რაღაცა ბატონო დავით ეს რამხელა ქვევრებია ჩვენი წინაპარები ეს ნაპოვნია თუ ასლია ადენო ვაზის ურჩევის საწყისში ჯერ კიდე ძველ მე-4 მე-5 ათასწლეულებში ჩაისხა საწმის თქვა ანუ ეს არის უძველესი ჩვენი ეს ნაპოვნია ნამდვილი არის ხო ესე ნამდვილები როგორ გადარჩა რა არა გატეხილი არა მიწაში იდო და არ არის გატეხილი რა ეს არის ქრისტიანობამდე არის კიდე აგერ ქრისტიანული ჯვარი აგე ჯვრები კი ბატონო ლამბრი გორა ბორნისი მე-6 საუკუნის ჯვარია აი ეს აქ მე-6 საუკუნის რაღაცებია ეს რა ყურადღება მიაქცია ბატონო დავით ნახე აი ესა შეხედე აი მას ვაზია გამოსახული ფოთლები და მტევნები როგორ შეეძლოს ეგრე აკეთებენ ანუ რაც სიამოვნებას ანიჭებდნენ რა კულტურაზე წიდგნენ სტელები მაგ საქმესაც მისდევდნენ წამოაბა იქით გავიდეთ ახლა რაღაცა ეპოქებს უცებ გავდივართ რა ბატონო დავით ჯერ ქვის ხანა უკვე განვითარდა ეს საფლავის ქვებია დმანისის შუა საუკუნეები მე-13 საუკუნე და ნახე მე-13 საუკუნეში როგორ რთულ ორნამენტებს აკეთებდნენ უკვე მაშინ ესენთან საფლავის ქვებია უკვე გადმოვედით უკვე ისწავლეს მოჭიქო ადრე ქართველები შუშას ეძახდნენ ჭიქას იმიტომაც ქვია ჭიქა რომ შუშისგან არის ესეთები მინახია იქ ყვავის გორაზე აუმეთხრი ესეთი კი ბატონო ეს უკვე მოჭიქულია და ძალიან მაგარი ხარისხისაც არის ანუ ეთყობა კიდევაც და უკვე ფეხსაცმელები ნახე რა რა ფეხსაცმელი აგე ფეხსაცმელი პოშებია მაკრატელი და სავარცხელი უკვე განვითარდა სული უკვე განვითარდა კი ბატონო ნელანი აი ხო ფულია ხედავ აქ არსებული სამოსახულის ესე ფულია ხედავ მონეტა ლითონის ნაჭრებია რომელზეც არის დარტყმული რაღაც ბეჭედი მაშინ ესეთი მონეტა კლასიკური არ არსებობდა გამიგე ესე ნახე რა პატარა ქვეული არის ეს ის არის რა ჭიქა მოჭიქულია ეხლა უკვე მოვედით ბატონო დავით უკვე დამწერლობამდე რა აი სულხან-საბა უკვე მოგზაურობს ევროპაში 1730 წლის
სულხან საბორბეს ქართულის ლექსიკონი. ეს ხელნაწერია. მაგაცმა ჩვენ ძალიან დიდი რამეები. ეს ხელნაწერია თუ დაბეჭდილი? არა, ხელნაწერია ჩვენ. ეს ასლი იქნება ალბათ. იადი გარდაუდი იყო სამედიცინო სინარსის ციკლი. სადაც ეწერა რა ვიცი რა 1000 წამალი და რაღაც. ეხლა ძალიან დიდი ვიდეო რო არ გამოვიდეს ჩვენ ძალიან სწრაფად ვაკეთებთ ამ. რომ ხელა წიგნია სუყურ. მე უბრალოდ რომ შემიძლია ხელა წიგნია რა. იგი დიდია, კი მაიცა ბოლნისის ეპისკოპოსის სამშობლო წარწერა, ბოლნისის სიონი, მე-10 საუკუნე. ბოლნისის ფათამარ მეფის და კარის ერთსავეს ხსენებისა უფრო პირი ბიელაძის სამშობლო. აი ეს არის უყურე ესეც საფლავის ქვა. ეს უკვე ზემოთ წამოვედით ბატონო დავით, უკვე მე-12 საუკუნეში ამოვედით. აი ეს არის დედაბოძი. ანუ ეს ნამდვილი დედაბოძია სახლში. ეს რა არის? სახურავი რასაც ეყრდნობოდა, ის არის ეს ბოძი. აი წერია კიდევაც. უკვე რკინის ხანაში ამოვედით ქვემოქალის ძიძველი მოსახლეობის სასწავლო დარბაზი ტიპის ეგრეთ წოდებული ერდოენი გვირგვინის სახლის წარმოადგენდა. დარბაზის ცენტრში იყო კერა, რომლის აი თავზე შუა ეს. ხო, აი მაგაზე იყო დავაყენებული ბატონო. აი წარმოიდგინე რამხელა ნამგალია ბატონო დავით. ნამგალი არა რაღაცა. ნამგალია. ის გუთანია და ნახატი რა ეს არის უკვე საცეხველი ნიჩაბი ცელი კი ბატონო აი და ყანწამდე მოვედით ეს რა არის? პურის ცომის მოსაზელია. ხო გობი აი ესეთი რაღაცა აქ გერმანელები ცხოვრობდნენ მეთქი რო გეუბნეოდი როგორც ეთყობა მეღვინეობა გერმანელი ღვინის გადასაღად თავდაპირველად ფურგონებზე შემოდგმულ რუმბებს იყენებდნენ აი ესეთი რაღაცაა თუმცა რუმბებში სადაღი ღვინო შორმანძიძე ფურწებოდა ამიტომ კასრებში მერე დაიწყეს აი გერმანელების სამშობლო ძიებაში ო ამო ნახოთ იქით აქ უკვე უკვე განვითარდა მოვედით მე-19 საუკუნეში და აი ამას რა ქვია თარი საანსამბლო საუკუნეზე სამსერი ინსტრუმენტი ეს დიპლიპიტო ეგ დიპლიპიტო აწერია კიდევ დიპლიპიტო დიპლიპიტო და თარი ეს მოხატულია ეს იცი რა არის ეს მუსიკალური საკრავი ეს არის დაირა დასათვალე დაირა ვიცი დაირა ხო ამაზე იყო წრეზე იყო გადაჭიმული ტყავი შეიძლება მოხატული ყოფილიყო და დაირას უკრავდა და რახან ბოლნისის ამბები ამა დასაწყისი გერმანელის ეკატერინ ფილი თუ რაღაცა ერქვა ამ ადგილს მერე დაერქვა ბოლნისი ამიტომ აქ კიდე არის გასასვლელი გერმანელებს ძალიან დიდი აქ კიდეა რამე არა ეგ ალბათ დარბაზიდან გასასვლელია დიდი ის იყო მოკლედ ეს იყო ქვემოთ პირველ სართულზე არ ვიცი ახლა ზემოთ თუ კიდე არის იმასაც გაჩვენებთ ნახოთ